საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს მინდა თქვენთან ერთად ჩავწერო ასეთი საჯარო გაშლა. რა მდგომარეობაშია თქვენი პარტნიორი თქვენს გამო? მოდი ვნახოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელიწადი, თქვენ პარტნიორის სახელი და გვარი დაბადების წელიწადი და მოდი ვნახოთ. გაბრაზებული პიროვნება. გოგოებო, რატოა გაბრაზებული პიროვნება? თქვენი პარტნიორი. ჩაიფიქრეთ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და მოდი ვნახოთ. რა მდგომარეობაშია თქვენი პარტნიორი თქვენს გამო? აბა, ვნახოთ. რა მდგომარეობა ბიჭკოს? თქვენ ის რა ხდება თქვენ შორის? რა მდგომარეობაშია ის თქვენ გამო, ხომ? ოხოხო. აი, კაცო, ფარულად გვითვალთვალებ. და ფონი რა გვაქვს, ხომ? რეალურად ფონიდან გამომდინარე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მდგომარეობაზე თუ ვიმსჯელებთ, რაღაცნაირად ეს პიროვნება ცდილობს ცხრიანი პენტაკლი. ნუ რა ხდება ამას ყოველთვის ვაჯამებ ერთმანეთში, რა ხდება თქვენ შორის, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რაღაცნაირად ცდილობს რაღაცნაირად აი ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადავიდეს, ან უბრალოდ ცოტა ხანი ასე ვთქვათ, ფიქრის მომენტშია ჩავარდნილი. თუ რა უნდა თქვენთან მიმართებაში, მომავალში, რა სახის და რა ტიპის ურთიერთობა უნდა თქვენთან მიმართებაში, ხო? რეალურად ამ ადამიანიდან გამომდინარე მე ვერ ვიწვევ თქვენთან ურთიერთობა. არ უნდა პირიქით ძალიანაც, უნდა ძალიან სტაბილური ურთიერთობა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ფინანსებზეა ასევე ორიენტირებული, იმისთვის რომ რაც გულში აქვს და რაც ჩანაფიქრებში აქვს თქვენთან მიმართებაში, თუნდაც კლიენტ ასებიდან გამომდინარე თქვენ მისთვის ძალიან აი რაღაც აი როგორი პიროვნება ხართ იცით ძალიან საკუთარი ჩემი პიროვნებაა რო იტყვი ჩემი ადამიანია რო იტყვიან ხო აი ესეთი პიროვნება ხართ და უნდა რომ რაღაცნაირად რაღაც ახალ საფეხურზე გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობა თუმცა ამისთვის სამჭიროა აი ფინანსები ხო დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ხო რა ხდება თქვენ შორის დღეს ცხრიანი პენტაკლები თუ ცალკეულად ავიღოთ ცხრიანი პენტაკლებს ხო ცხრიანი პენტაკლებიდან გამომდინარე თქვენ შორის დღესდღეობით რაღაცნაირად ეს რაღაცას გეტყოდით რა შეხედეთ დავყოფ ასე ხო ცხრიანი პენტაკლები პაჟი თქვენ პაჟი თვითონ ოღონდ თქვენ ხართ თასების პაჟი ის პენტაკლების პაჟი მოდი ასე ვთქვათ ცხრიანი პენტაკლი ყოველთვის მაინც ასე თუ ისე სიმარტოვის კარტია დღესდღეობით თქვენ შორის შეიძლება იყოს პატარა დისტანცია ცხრიანი პენტაკლებიდან გამომდინარე თუნდაც 10-იანი თასებიდან გამომდინარე ყველა საკუთარ სახლში ავრავით თქვენთან ის თავისთან რეალურად იმიტომ რომ რაღაცნაირად განმარტოვდით იქიდან იმ ინტერესებიდან გამომდინარე რომ რა ვიცი აი გჭირდებათ თქვენს და მასაც გჭირდებათ ეს რაღაც პატარა პაუზური კი არა დისტანციური მდგომარეობა პაუზურს არ ვიტყოდი დისტანციური მდგომარეობა აი ურთიერთობაში რო ეყოთ რაღაც პატარა დისტანციას ხო ხდებით პაუზას ვერ ვიტყოდი რომ კონტაქტზე მაინც ხართ რეალურად მაგრამ ეს საკმარისი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ აი ესეთი პატარა დისტანციური პაუზური მდგომარეობა იმისთვის რომ გადაანალიზოთ ხო ერთფასდან მეორე მათ რა გინდათ ერთმანეთისგან რა გინდათ ამ ურთიერთობისგან გინდათ თუ არა აი თითქოს ამ ურთიერთობაში გქონდათ სერიოზული საუბრები რომ შესაძლებელია ოჯახის შეგექმნათ ან რამე ასეთი ხო მაგრამ რეალურად მაინც ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კარგად ხვდებით ორივე რომ სჭირდება ამ ყველაფერს კარგი დაფიქრება და მოფიქრება ყველაფერს აქედან გამომდინარე განმარტოვდით ორივე ერთი თავის ხარეს მეორე თავის ხარეს საკუთარ ოჯახშია ის საკუთარ ოჯახში ხართ თქვენ აი ცალ-ცალკე ოჯახებში ერთად არ ახართ და აქედან გამომდინარე ფიქრობთ თუ როგორ წარმართოთ თქვენი ურთიერთობა და რომელ საფეხურზე როგორ გადაიყვანოთ ხო და გჭირდებათ თუ არა საერთოდ ეს საფეხურები ამ ურთიერთობაში თქვენ ხართ თასების პაჟის პოზიციაში რა თქმა უნდა როგორ ახართ იცი შეყვარებული ხართ ამ პიროვნებაზე, ემოციურად ხართ განწყობილი ამ პიროვნებასთან მიმართებაში და გრძნობები გაქვთ რა თქმა უნდა ამ პიროვნებასთან მიმართებაში, თვითონ როგორც პიროვნება თქვენ ხართ ძალიან რბილი, ბავშვური, რაღაცნაირად ლაღი, გიხარიათ ყველანაირად ვარდისფერი სათვალიდანაც კი იყურებით. აი თავარია რაღაც ამ პიროვნებო რაღაცა გრძნობით რომ გითხრათ, უბრალოდ რაღაც რომ გითხრათ, ხო ეგრევე გიღიმით, იღიმით, სახე გიღიმით, სახე რაღაცნაირად იციმით
სიცოცხლე გიხარიათ, ესეთ მდგომარეობაში ხართ ამ პიროვნებასთან მიმართებაში და საერთოდაც რა თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პიროვნებას, იმიტომ რომ გრძნობებში ხართ მასთან ძალიან ესე ვთქვათ ემოციებში ხართ ჩავარდნილი. ეს თქვენ სიმერ ჩაფიქრებული პიროვნება უფრო ასე ვთქვათ პაჟი პენტაკლიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს პაჟი პენტაკლი. აი თუნდაც როგორი პიროვნება ცოტა მიწიერი და თქვენ დაფრინავთ ეს მიწაზე. აი დაფრინავთ რომ ემოციებისგან თორე წყლის სტიქი არის ალბათ, მაგრამ მე აქ უფრო ვიტყვი რომ სიხარულს და სიყვარულს ნუ დაფრინავენ ხოლმე ეს პეპლები რო ყავთ მუცლებში რა, ესეთ მდგომარეობა გაქვთ თქვენი გოგოება და თვითონ ბიჭი კაცი რა როგორ მდგომარეობაშია, უფრო დამიწებული ასე ვთქვათ მიწიერი პიროვნება, უფრო სერიოზულ რაღაცებზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, მომავლისკენ მიხედება, უნდა სხვათა შორის თქვენთან მიმართებაში საომავლო შანსები ძალიან კარგია ეს პაჟი პენტაკლი, მისთვის დამახასიათებელი და ამისთვის თუ სხვათა შორის რომ საომავლოდ თქვენთან შანსი აიღოს და წარმართოს ეს თავისი ცხოვრება თქვენთან მიმართებაში საომავლოდ და ურთიერთობა საომავლოდ გაიტანოს ხო? აქედან გამომდინარე თუნდაც ცხრილი პენტაკლებში გასულია თვითონ რომ მოიფიქროს, ანუ რაღაცნაირად დაალაგოს ყველაფერი რო იტყვე ხო რასტავის ტოჩკი ნადი ხო, ანუ ყველაფერი თავის ადგილზე რომ დაალაგოს. აი ეს ამ მდგომარეობაში ეს პიროვნება, თუმცა ხო, აი რეალურად რო ავიღოთ აქედან გამომდინარე ხო, რა მდგომარეობაშია ის თქვენ გამო. ეს ყველაფერი თქვენთან მიმართებაში რა უნდა, რა თქმა უნდა, ამ პატარა პაუზურ დისტანციურ მომენტში, ის რა თქმა უნდა ინტერნეტის სივრცის საშუალებით თქვენ ვერც კი ხედავთ ამას, ვერც კი ამჩნევთ შესაძლებელია, შეიძლება არც კი ინტერნეტსაც და ისედაც ფიზიკურ დონეზეც ანუ თვალყურს გადავნოთ, არ გაგიგონოთ, რომ თქვენი რაიმე სახის ინფორმაცია თქვენზე რაიმე არ იცოდეს, ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი იცის და ვერ გამოაპარებთ ამ ადამიანს ვერაფერს. მოდი ესე ვთქვათ, ამ პიროვნებას მხოლოდ თავისთვის უნდიხართ და ამქენან გამომდინარე, აი იმიტოვა ასე რამე რო არ გამოეპაროს და მის თვალსა და ყურს რამე რო არ გამორჩეს თვალსა ხელშუა რო არ დაუსხლტეთ, აქედან გამომდინარე, მარტო თავისი რო ხართ, ამას ასე ვთქვათ, ამჟღავნებს იქიდან და ახორციელებს იქიდან, გამომდინარე რომ გითვალთვალებთ რეალურად გინდაც ასე, გინდაც ფიზიკურ დონეზე, შორიდან ვერ დაინახოთ ამ პიროვნებას რომ გიყურებთ, თუნდაც ინტერნეტ სივრცის მეშვეობით, ვერც კი წარმოიდგინეთ შესაძლებელია რეებს აკეთებს. ეჭვიანი პიროვნება რა თქმა უნდა თქვენთან მიმართებაში, ეჭვიანობა, ნუ რავი ულევი, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ხართ მხოლოდ მისი, არ ემეტებით არავისთვის. იმიტომ რომ თქვენთან მიმართებაში აქედან გამომდინარე რაც ვისაუბრე ხო, უნდა ამ პიროვნებას შანსის აღება და თქვენთან საომავლო ურთიერთობაში, საომავლო პერსპექტივების დასახვა. აი, თქვენ უფრო დაფრინავთ. ეს პიროვნება უფრო მყარად ფიქრობს მომავალზე, ხო? აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, ეს ურთიერთობა არ არის ძველი, ან ზოგადად დიდი ხნის, აი რა ვიცი, დაახლოებით 4-5 თვის შეიძლება იყოს, აი 5 თვის რა, 4-5 თვის კი ბატონო ურთიერთობა, ახალი ურთიერთობა, რომელშიც აი ესე ვთქვათ, კაფეოთ ორივე ერთმანეთთან ჩამოყალიბებულები არ ახართ, არ გისაუბრეთ სერიოზულად ამ საკითხებზე, მაგრამ აი თქვენგან განსხვავებით ეს პრობლემა უკვე მომწიფდა იმ თემასთან დაკავშირებით, რომ უნდა თქვენთან რაღაცნაირად საერთო მომავალი რო შექმნეს და დიდი ხნის პერსპექტივით, ხო? თქვენ ცოტა ხანი შეყვარეთ კანფეტნა ბუკეტნი პერიოდი რო არის ესე რომ იძახენ, აი მაგ პერიოდში ხართ, ხო? ეს უკვე ცოტა არ იყოს და სერიოზული ჰორიზონტებისკენ იყურება თქვენთან მიმართებაში. რა მდგომარეობაშია თქვენ გამო და თქვენთან უნდა შანსი, თქვენ ხართ მარტო მისთვის, ვერ ემეტებით ვერავისთვის, არც ნობიერებს იმას, რომ მხოლოდ მისი უნდა იყოს და სხვისი რო იყოს, ეს არც კი წარმოუდგენია და ვერც კი წარმოუდგენია შოქს ჩავარდება. აქედან გამომდინარე დაკვირვება არის, ეჭვიანობა არის, მაგრამ ამ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში თავის საკუთარ თავში იკლავს. ვერ გეტყვით იმას, რომ ფსიქოლოგიურად და ფსიქოპატურად გიჟი და ეჭვიანი თქვა, არა. შეუძლია საკუთარ თავის კონტროლი და ასე ვთქვათ ზომიერებაშია, მაგრამ რამე რო არ გამოეპაროს თვალყურს გადევნებთ, არ გეგონოთ რომ რაიმე გამორჩეს. ზოგჯერ არის რომ გაქრება, ზოგჯერ არის რომ გამოჩნდება, ეს არა იმიტომ რომ არ აინტერესებთ, არა უბრალოდ რაღაც თქვენ შორის სტაბილურად მომუშავე პიროვნებაა და საკუთარი ბიზნესით შესაძლებელია კონდეს. ნახეთ, საკუთარი ოჯახური ბიზნესით შეიძლება კონდეს. და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რო ერთმანეთში რო შევაჯამებთ, ხო? სჭირდება კიდევაც რაღაც პერიოდები, რაც დრო
რასაც შევა თქვენ ვერ გითმობთ, უთმობს აი ამ ოჯახურ ბიზნესს და რას იზარ ცხოვრებაში, ახლა მარტო სიყვარული და ასე ვთქვათ, პეპლები მუცელში არ არის, ხო? სტაბილურობა და ფინანსები საჭიროა ურთიერთობისთვის. ხო და ესეთი მდგომარეობა რა დღეშია თქვენ გამო, უნდა თქვენთან ყოფნა, გრძნობებიც აქვს, თქვენთან ეჭვიანობაც აქვს, ხო, თავისთვის უნდა ხარ, სხვისთვის არ ემეტებით. თქვენთან როგორია, იცით, აი ვარდისფერი თვალით იყურებთ ჯერჯერობით რაღაც ერთ მოგწონთ ეს პერიოდი, რაც არის თქვენ შორის, აი შეყვარებულობის პერიოდია, ხო? აი რომ დაფრინავთ ესე თუ პეპლებივით რომ დაფრინავთ წინ და უკან რა, ეს სიხარულისგან აი ურთიერთობაში რო ხართ, აი ვიღაც რო თქვენ ცხოვრებაში და ეს პიროვნება უკვე მაგ პერიოდთან ერთად იმასაც განიხილავს სამომავლოდ რა პერსპექტივა დასახოს თქვენთან მიმართებაში და თუ კი რაიმე სახის პრობლემა თქვენი მხრიდან თუნდაც ისო დროის უქონლობა აქვს და არ გაგცევთ ყურადღებას რას თქვენთვის შოკის მომგვრელია და რეალურად არ არის შოკის მომგვრელია მოცემული გაშნა გამომდინარე. ეს იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ ადამიანს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ბიზნესი, ან სამსახური, სადაც სხვათა შორის სტაბილური შემოსავალი აქვს და მე უფრო ვიტყოდი ოჯახური ბიზნესია, იმიტომ რომ ოჯახური ბიზნესია. მე ესე უფრო მომდის, აქ რეალურად სჭირდება მას დრო, სადაც ცოტა ხანი გაქრება ხოლმე, იმიტომ რომ მოსაგვარებელი აქვს საქმეები, სადაც ფინანსებია. ესეც სხვათა შორის იმისთვის, უკეთესად დაალაგოს სისტემები, რაც დაკავშირებული იქნება მის მომავალთან, თუნდაც იმისთვის, თქვენთან შექმნას მომავალი, იმიტომ რომ ამ პიროვნებას გათვითცნობიერებული აქვს, რომ უნდა შანსი თქვენთან, ასე ვთქვათ, სერიოზული შანსი ურთიერთობის აიღოს თავის მხრებზე აიკიდოს, რასაც ქვია თქვენთან სამომავლო პერსპექტივები ოჯახის შექმნის მიზნით. სულ ეს იყო ის თქმაც სულ თქვენთან მიმართებაში, ამ მდგომარეობაში ახლა ის თქვენ გამო, ხო? გოგოებო. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, არის ნერვულად ყველაფერი კარგად იქნება, ეს კაი გაშლა გამომივიდა ალბათ უფრო იმ გოგოებისთვის, ვინც ნერვიულები, რომ აი დროას არის ჩვენს რაღაც პატარა ალბათ ერთი დღე რო არ მოგწევთ, შოქში რო ხართ და თუდად რო ხართ, აი მაგათთვის არის ალბათ ეგ გაშლა თორე ძალიან კარგი ის არის. გაშლა და ნუ რეალურად ვისაც აინტერესებს გზნობები ხო, მასთან მიმართებაში კი ბატონო, თვალთვალი არის, ეჭვენობა არის, მას ხო თავისთვის უნდა ხართ, ვერავისთვის ვეღარ ემატებეთ საკუთარი თავის გარდა. ეს არის ის მდგომარეობა, რაც მას აქვს თქვენთან მიმართებაში. სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და აფკაშლიდან გამომდინარე, ყველაფერი ისე აგიხდეთ, როგორც ამ გაშლაშია. მეტი რა გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ.